და. Всё, давай აღარა ხარ თიაში აბარდი და გადიაკედან, რა? მკვდარი კატით თამაშობ. აი ესე ვიღაცა ხელს კიდევ და შემატრია კულისებში და ცხარი ამიფეთქდა. გამხიეს ცემაში. ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდით რომ წლების მერე ეს ინტერნეტში ან დაიდებოდა ვაფშე. აი მე ვიტყვი. შენ აცნობიერებ რომ ამ ისტორიის მერე შენი სახელი შეიცვლება. სამართლები დავჭერი განძის მოლოდინში. მოგესალმებით ჩვენო ცუდო მეგობრებო, დღეს გადავიღებთ დეტექტივის შემდეგ ეპიზოდს. და ჩვენი სტუმარი არის გიორგი ვარდოსანიძე. სალამი ყველას, მოგესალმებით. როგორ ახართ? აი ეს. კარგად, ცხელაც. გემჩნევათ როგორც ცხელა. ჩვენ ვიღებთ არ გვინდოდა ამის თქმა, მაგრამ მოდი მე დავწავ სიტუაციას. ჩვენ ვიღებთ აილანდში, ეს არის ზღვისპირი. ძალიან საკაიფო ბუნგალო გვაქვს აღებული და ამის უკან ხდება. ზღვის ხმა თუ შემოვიდა გვაპატიეთ ვერ გავაჩვენოთ. თოლიებს აქვს ექსი იქით გვაპატიეთ. შეგახსენებთ წესებს. წესები არის ძალიან მარტივი მეგობრებო. თითოეული ადამიანი მოყვება ისტორიას, მისი მჯდომა უნდა გამოიცნოს ეს ისტორია არის ჭეშმარიტი თუ ტყუილი. ოკეი. შეგვიძლია დავიწყოთ. სამართლები დავჭერი სახში არსებული ყველა სკამი განძის მოლოდინში. და თორმეტ სკამს უყურეთ თუ რა გაგამწარო. ე ბატონო. კარგია. ეხა უნდა ვთქვა ეს არის მოდი გეტყვი რომ მეც მიქნია ეგეთი რაღაცა. მაგრამ ყველა სკამი არის შენთან შედარებით ამ ცოტა უფრო ჭკვიანი ვიყავ ვიცოდი რომ მაგრამ ცედნე. და ერთი გავჭერი რომელიც რაღაც ხო ჩუქურთმებიანი სკამი რო არის სადღაც რა პიონერთა სასახლეში ვნახე და დანით ცოტა გავჩიჩქნე დანით რაღაცა იყო და თითი ჩამყვი. რამდენად ასაკი რა ასაკისე? პატარა ვიყავი, ნუ ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ 10 წლამდე ალბათ. 10 წლამდე. გაილახე? ზოგადად არ გავლახულ ვარ, არ მირწყავდნენ ხოლმე ჩემი, მაგრამ დამტუქსეს მაგრამ. ფაქტზე დაიწვი. კი კაცო, რომ ყველა სკამს რო გაიგე. ეთქვა მაგ ის 3 დღე რაზეც ხდებოდით. ბიჭო, ნახე. ელევატორში გითხვა. გაფუჭებული სკამებზე. ჯექი. უბრალოდ გაჭერთო ამობდღვე. ნახე ხა რა არის? არა, გავჭერი, როგორც ისინი შვებოდნენ. ხო. ფილმის გმირები, გავჭერი და სპეცოპერაციები ჩავატარებ. მისაღებ ოთახში სხვა ექვსეული იყო. იქ ჭყალებში ზალაში სხვა ექვსეული იყო და იქ გედემა ფოფხაძის. სტაბურეტკა იყო მაინც მოხდა. სტაბურეტკას არ დანა. ეგ რო არ ვაკმარე მეთქის მამა ჩემი ტყიანი კაცია თქო. სკამში არ შეინახავდა თქო და ლეიბების ვაყოლეში. დავაი. ეხა მე უნდა გამოვიცნობ. იმდენად ალალი თვალები გაქვს, ხო? აი ძვერები არა, მაგრამ თვალები ალალი გაქვს. რაღაცა თან ჩემი ბავშვობის პარალელიც გავორეთ, ამ ფილმიც იმდენად მაშინ მოდაში იყო. მოდი მე ვიქნები მეამიტი ადამიანი. და გენდობი მე შენ და ვიტყვი რომ რადგან მეც მიქნია რაღაც გავსი ოღონდ მასშტაბი ცოტა პატარა შენც იზავდი ამას დარწმუნებული იყო მიამიტი ვარო კამერები ხორ ვეთხოვოთ так ხსნით კონვერტს შიგნით არის წერილი და წერია სიმართლე კას так პირველი გამოვიცა ბნელი 90-იანებია ფული ჭირს ყველგან ჭირს ფული. კლასი არ მაგრამ მე-3-4 კლასი ესე რა. ზაფხული იწყება, აი არ დადეგები რო გაქვს, ჩამოვდივარ და ის იშვიათი შემთხვევა რომ ლიფტი არის. ეს არის რა აგიხსნათ ხალხო, მაგრამ 90-ებში ლიფტი არის როგორი დღეა, იცი რომ უკვე დაბადების დღე გაქვს რა და დენი არის და ჩავდივარ და ესე რომ გავედი. ორი გასასვლელი აქვს ბუდაპეშტზე რა, ჩემ მშობლების კორპუსს სადაც გავიზარდე და ეზოს გასასვლელში ხედავ რომ აი ესე რა, აი ესე. გდია $100 რა. აი ეს მიყურებს. აი თვალებში მიყო ბენჯამენია, ხო ზე თუ ვიღაცაო. აი ესე მიყურებს თვალებში. ანუ $100 მაშინ გითხრა ახლა როგორც თან იმასაკში. ჯერ მაშინ რო ავიღოთ ინფლაციის ამბავში $1000 და იმასაკში მილიონია რა. რა თქმა უნდა. ჯერ სად გადაახურდავებ არის თუ რაღაც, ანუ ვაფშე ვერ ხვდები მაგდენი რაღაცა თვალით არ. კონტრაბანდა გაქვს. ხო. ავიღე ეს $100 შეხარჯები ბატონი. წავედი, უფროსი მეგობრები მოვძებნე. უთხარი რომ რაღაცა ვიდევეთ გიგტყობოთ თქო და წილში გაგიყვანთ თქო. მე არავინ არ მომცემდა ალბათ ფულს რა, ჭკვიანი ბიჭი ვიყავი და გამომყვნენ, გადაახურდავეს, არ მახსოვს რაღაცა მივეცი. ძალიან ბევრი კამფეტები ვიყიდე, N რაოდენობით.
პური ვიყი რატოღაც სახში ისატანი პური მეგონა აი კაცობა თუ და ენ რაოდენობით პური ვიყიდე 20 პარკი პურით რო ადიხარ სახში ავედი და ფულიც დავდე რა სადღაც 30 ლარი მაგრამ მომეგონა რომ კაი საქმე გავაკეთე ცუდი ბავშვი ვიყავი ხოლმე არა მარტო მთელი ჩემი საძმაკაც რაღაც ვიპარავდით ტეხავდით ხოლმე რა რიგით 90-იანი გარადოკელი ბავშვი ვიყავი და ვერაფრით ვერ დავაჯერე რომ ეს ფული არ იყო მოპარული ან რაღაცა გამხიეს ცემაში ეს შენი პური წყალში ჩაიყარა კონსტანტინე არსაკიძეობა აი მართლა გეუბნები სანამ აი მე რაღაცა მეგობრები არ ამოვიყვანე და არ თქვეს რომ მართლა ჩვენ გადავახურდებით აი ესეთი საწყალი ისტორია პერიოდის განმავლობაში გირთყავდნენ სანამ შენი მეგობრები სანამ აი ეს ჩავედი ხმარტმაში ამოვედი საინტერესო ისტორია თურმე სადაუკარგია მამაჩემს $100 ეხლა რომ ვიღაცა ესე გააკეთე მაგით არ გაგბინა შენ მე საინტერესებს ზუსტად ეხა რა აი თუ გამოჩნდა მე პატრონი მაგას $100 სულ აი ვიღაცა ეძებდა არ ვიცი შეიძლება ვიღაცა ალბათ ეძებდე $100 ბინა რო დაკარგო იგივე არის მაგრამ სიმართლე რო გითხრა მე არავინ არ შემხვედრია არც არავის რაღაცა ყურში არ მომსვლია რომ თან გაბაზრდა რა ეხა მე როს ძმაკაცებში რო თქვი არავის არ მოუტანია რომ ბიჭო იცი რა ხო არა ცოტა ეგეთ რაღაცა მიდი ბევრი პური ვიყიდე რანდერსკი ნატურა რო ხედავდე ბევრი პურის მეტი რა იყო შენ ხა ძალიან გადაახვე უყურე მე ვარ 88-იანი შენ რა პერიოდსაც იხსენებ ეგ არის აი 17-18 არა აი ტალონები და ამბავი ცოტა ის არის რა მაგ დროს მე ხელით მატარებენ ეგ ასაკია ჩემ ასაკში პური იშოვება ფული არ იშოვება რომ დაითრიო ეს პური ხშირად თორე ფული და პური და რაღაცები ესე არის რა ეს ძალიან მომეწონა გაგატანთ ეს ნატურა აქვს კი ბატონო საინტერესოა მე მგონია რომ შენც ნამეტანი ალალატყვები ამ ყველაფერს მაგრამ თვალებს ვერ ხედავ სახიობია წერები ზაალია სახიობია შეიძლება ხმისტებმა მომატყუოს მაგრამ ერთხელ მაინც მიოცნებია მასეთი რაღაცა ბავშვობაში რომ აი ნეტა მეტი აი ხო შემოვიდა იმენი $100 არ არსებობდა ბიჭო მე მაგდროს $100-იანი ვის ქონდა ერთი პატარკაცი შულს რო აი მოდი აი გავყვეთ რა ბანკში იყო დაშლილა $100 გოგითო ფაზეს რა კაი ეხა ბუდაპესტი პატარკაცული დადიოდა და გოგითო ფაზე მაგას შორის არა მოხდილი უბანია ძალიან მოხდილი უბანია ჩემი აზრით იმას $100-იანი თაშენ და ბუდაპეშტის შეიძლება დაკარგა გივის სიხარულზე არ ვღადავ თორე ჩემ გვერდზე პადიასში იყო ხოლმე და ეგრე გადადიოდა ხოლმე ბატონო თუ თქვენ დაკარგეთ ძალიან ცუდი პროცენტები გეგონათ გეტყვით დაგიბრუნებთ თქო არა ბატონო გიო ხო იცი რა რეაქცია ექნებოდა გივის რო დაკარგა არ გივი მაგარი ჯიგარი შეიძლება თელი ბავშვი ხო იცი ეზოში სტადიონზე ნატურები და რაღაცები რო გინდა რა და ბავშვები ავდიოდით ხოლმე და ყველა კარებზე ვაკაკუნებდი აი 50 თეთრი 20 თეთრი ვის რა გაქვთ რომ მე სტადიონი განათებულიყო რა და გივისთან ასვლა მაგრად გვიყვარდა იმიტომ რომ ყოველთვის რა თქო გენაც კამფეტებს ხო გვაძლევს ცალკე შიშველ ქალს ხედავდი კაი და კამფეტები 10 ლარი რაღაცა გვევასებოდა და ხანდახა პლავკებით გამოდიოდა ასწორებდა ეგ გავს ისტორია აქ დაახლოებით მამაჩემსაც მაგ პერიოდშია $100 მეგონი ვიღაცა გაიარა და დაფანდა ვიღაცა ფანტა მე მგონია ეს ყველაფერი სიმართლე იმიტომ რომ სიბნელე იყო და დაკარგვაც შეიძლებოდა ბევრი რაღაცის მაგ დროს რა მორალური სიბნელეც იყო მორალური ისე სიბნელეც იყო სხვათა შორის სიცივეც ალბათ კი მაგრამ აი ბავშვობაში ეგეც სიცივე არ მახსენდება აი შემოგეუბნა მე სიმართლე ზურა გითხარი ყველანაირი ანუ გოგი თოფაზე არ დაკარგავდა გეტყვი რა მოგატყვი მითხარი რა მომატყვა $100 რამდენი 20 ლარი 50 ლარიანი ეს იყო ლარები ახალი შემოსული მართლა ანუ ისტორია არ არის ტყუილი ფლასტყუილი ერთადერთი არ უცემი ვარ მაგრამ დაეჭვნენ რომ საიდან და 50 ლარიანი იყო ახალი შემოსული რა და აი მახსოვს რომ აი ეს შოკი რა რომ დავინახე 50 იგივე ეფექტი ქონდა შეთქონა დიდი სხვაობა იყო $100-ისა ჩემთვის იმ ასაკში არ ქონდა ერთ-ერთი მოგატყუე ამბავი სიმართლეა ორი დეტალი მოგატყუე კუპიურა რაოდენობა კუპიურს და ის რომ არავის არ უცემია. ხო, აი კუპიურაზე არ შემიტანია ეჭვი, იმიტომ რომ უფროსებთან მივედიო, აი ანუ ეხა ეგ ისე ეგ არ არის, ყველაფერი უფროსებთან მივედი 10 ლარი ვაჩუკე. ხო, არა 10 ლარი ვაჩუკე რომ გამომყევით მეთქი რა ამ ხელაფულით მაღაზიაში შესვლა ხო არ გადაო. ამ ხელაფულით, ანუ
ეხლა რომ მომცე 10 ჩემოდანი ფული და მაღაზიაში შემიშვა რა. ისეთ მაღაზიაში რომ შეიძლება დაგტოვო კიდევაც ხო გაღებო. გადაიღებ მესამე და მეოთხე სეზონსაც აუც ის ფული დარჩენილი მექნებოდა და კიდე გადავიღებდი 1000 რაღაცას. გამარჯობა პირველ რიგში. მოგესალმებით. ჩემი ისტორია არის ესეთი. მე ჩემი არ არის და მიხვდები რაღაც. ხო. ჩემი მეგობარი 2 დღე მკვდარი კატით თამაშობდა. ვიცი რომ შენ შავი ჰუმორი გიყვარს და ესეთი ისტორია შემოგთავაზე. დეტალები მკითხე და გეტყვი. მკვდარი კატი. კლასობადად მკვდარი კატი თუ თამაშს ერქვა რამე არა, ნახე რასაც გეუბნები არის სრული. როგორც მესმის ის სულ არის. პირდაპირ გაიგე. იცოდა რომ მკვდარი იყო. არა. საწყალი როგორ ვერ შეატყო რომ მიძინებული ეგონა? აი მაგ დეტალებს ახლა რომ მკითხავ გეტყვი. всё. მირჩენია რომ შენით მიხვიდე, ან არ მიხვიდე. ვაუ, აუცნაურია. უყურე, ალბათობები რომ დავუშვათ რა. დაუშვათ. ძალიან პატარა უნდა იყო რომ მკვდარი კატა ვერ განსყო არა მკვდარი კატისგან. ერთი. ასაკში ჩემს ძლია გითხრა მოგეშვა. 3 წლის. ჩაიმა. მოდი შეცხრავე სიკვდილი გავდა. 3 წლის ბავშვი რომ მკვდარი ცხოველი თამაშობს. მშობლებმა 2 დღის მანძილზე რატო ვერ შენიშნეს გაფიცე? ეხლა ჩემი შვილი არის მაგხელი. ჩემი შვილი რომ მკვდარი კატით თამაშობს 2 დღე. დაჟე 2 დღე კი არა, 4 წუთიც რო ითამაშოს. ხო ვეტყვი, შენ რაღაცა არ მოძრაობს. ხომამსა ტყუილს გეუბნები. არის, ალბათობა არის მაგაში. ალბათობა არის მაგაში. ეგეთი ამბები ხანდახან სიმართლეა ხო? ხანდახან. ვაი და დღეს ის დღე არის, როდესაც ის ხანდახანი არის. მშობლები ვიკითხე და ვერ შეამჩნიეს? შეამჩნია ყველა უბრალოდ ვერ უთხრეს რომ ხორცული გარკვეულწილად შოკი ექნებოდა ბავშვისთვისაც, იმიტომ რომ 3 წლის ბავშვმა ფენომენი სიკვდილის რამდენად შეიძლება გაიაზროს ცოტა ეჭვი. დაფუჭდა უნდა გითხრა. ანუ ჩემთან ჩემთვის ყველაფერი არის შუქი წავიდა რა. აბსოლუტურად ყველაფერი მართლდება, მაგრამ შუქი წავიდა და ანუ მას შუქი წავიდა ეგრე. წავიდა, Wi-Fi რო ითიშა. ან კატაში შუქი წავიდა ეგრევე თქოდი სიტყვაზე ანა მე. რა დაიცვალა ორგანიზაცია. რასტო გითხოს? იცი რა, ხო, მკვდარსაც გააჩნია, ხო? ანუ მკვდარი შეიძლება იყოს საერთოდ თქოს შუაზე გაჭრილი, 2 კატა ყავს. ერთი ყავ და 2 2 და თუ კიდევ სტრაფი ესეა თამაში. როგორ იყო კატა მკვდარი სწორი შეკითხვა? შანდალი დაარტყა თვითონ ამბავს. შანდალი დაარტყა. ბოს იდეს რომ დავაჭერინებთ ხო ამბავს ანუ. მე მგონი ხანდაზმულობაა გასული. წესით საკონტროლო გასვლა თუ განახორციელა. სამხარი კატა იყო სახლის. ორჯერ გულში ერთხელ თავში გულში. ეგეც. ვაუ, ბიჭო. პროფესიონალი ყოფილი. ძალიან დიდი ალბათობაა რომ სიმართლეც იყოს მართლა. შენ რო ამბობ რა, ტყუილია, ალალად ვამბობ რომ ტყუილია. რო აღმოჩნდეს რომ ესა რა ქვია, სიმართლეა, შენ მოიგე ამით? მოგება წაიღება და პროსტა ეს არის ფანი გამოდი, მაგრამ აა, მაშინ ლაშა სიმართლეა. გელაშვილი მაგალითად, ლაშა გელაშვილი. ლაშა გელაშვილი არის აფერისტი. ვერ ხდა. მაგი ალალი ილუზიონისტი არ არის. ალალი. აი ლაშა ალალი ილუზიონისტი ასე 4 თვის რო წაიღებს 4 საბუნებს. ეგ ტეხავს ერთის არა, ლაშა არ არის მაგალითი ჩემთვის ამ ასპექტში. უყურე. ხოდა მაგალითად ლაშა გელაშვილი მოვატყუ ესეთი რაღაცით, რომ ბავშვი შენით ვაშინებდით თქო. ჭამეთ რომ ლაშა გელაშვილი მოვატყო და დაიჯერა, იმიტომ რომ მეც ეგეთი ისტორია. ხო, რა და ლაშა გელაშვილი მოვა. და თვითონ და დაიჯერა? კი, და წავა. ლაშა განდიდების მანია გაქვს ხო? შენ და გუდიანი ერთ ლეველზე გონია შენ თა არა ბრაზა, შენ კაი პერსონაჟი ხარ დადებითი. აგერა თქვი ძმაო რა. არა, სიმართლე მგონია. მაშალა. რატომღაც გონია სიმართლე. კი დებილი ისტორია. მაგრამ რაღაცა სიმართლე. აი. გაინტერესებს ისტორია მთლიანი. დავაი მოყევი. მოკლედ, ჩემი მეგობარი ანა ხაჩიძე, იმიტომ რომ ნებართვა მაქვს აღებული გუშინავდება. და კატა მიუყვანეს რა. ხო. უნდა და რომ კატასთან ერთად ეთამაშა, უნდა ეს კატა არ უჩერდებოდა რა, ნუ უცხლანი. და გააჭირა. მარტა თვითონ მომიყვა ასე voice message-იც მაქვს თუ რამეა გუშინ მოვაყოლე მთლიანად რომ დეტო. ანუ არ მიჩერდებოდაო რა, მინდოდაო ჩემთან ერთად დაეძინაო, არ ჩერდებოდაო რა და ნერვი მომეშალა და შანდალი ჩავარტყიო რა. ხურა ჟუტკი. ხო და იმის მე რომ ანუ იმდენად მიყვარდაო ეს კატა და რაღაცა ვერ მითხრესო რომ ანუ ის არისო რა, ანუ ვერ ან იმისთან ერთად დავდიოდიო. ბიჭო. ვაპატიოთ. ამ ერთხელ ბავშვი იყო ვაპატიოთ. ვახ, მაგრამ ისტორია ძალიან კაი ისტორია. იგივე უბანი და როგორ აიცი ამ კარადოქში ბევრი გარაჟებია ესე სტადიონის გარშემო, ეხლა უნდა აიღონ, ესე გითხრეს. გარაჟები და ალვის ხეები არის რა ესე. და ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. ანუ
ენ რაოდენობით შრამები მაქვს, ყველა ძვალი 1-4 ჯერ მაქვს მოტეხილი, ან ვერ იტყვი ძვალს, რომელიც აი ხერხემლის გარდა არ არსებობს ხეულში ძვალი, რომელიც მოტეხილი არ მქონია. ეს იყო დედაჩემის ტრაგედია 15 წლამდე, რომ კვირაში ერთხელ ავყავდი ვიღაცას დასისხლიანებული და საოპერაციოდ მივყავდი გიფსი დავრბოდი ასე შემდეგ. მორიგია ესეთი დღე არის, ახალი შეხორცებული ვარ რაღაცისგან და მერვე სართულზე ვცხოვრობთ რა. და ეს მოშენება აივნების პონტი რო არის, ხო იცი? აქეთ არ ქონდა აივანი და მოვაშენეთ და სტადიონს უყურებს. და წინ არის ეს ალვის ხეები, უზარმაზარი რა, დღემდე არის. და აი ნინძები ვართ რა, უბანში რაღაცა სროსლის მაკაცები ბრუსლის მეძახიან, ამას რომ მეძახიან ვაფშე ვთები ამომდის და ვცდილობ რომ ბრუსლი ვიყო და ერთ-ერთი დღეც არის, ხა დედაჩემის პრიზმიდან დანახულს გეუბნები რა. სარეცხი გამოვიტანეო ედროთიო, ესეო, აივანზეო და უნდა გადავფინოო რა. ესეო ერთიო შპილკები გაუკეთე. ეზოში ვარ იცის რა. მეორე შპილკები გაუკეთე და ძალიან ახლოს ეს მის ხმა დედა. ანუ აი, იცი როგორ ახლოს? აქა ვარ სადღაც რა და ცეფო ვერ მივხვდიო მეჩვენებაო თუ რაღაცა. დედა ისმის რა. ბიჭო გავიხედეო და აი რამანძილი ეცე აი ეს ხის რაღაცა რო არის რა, აი ესეთი. აი ესე ვარ წვერზე რა, ალვის ხის რა. და ეს ალვის ხე, აი ესე შვება. აი ესე შვება. და ყოველ გამოსვლას დედა და ხელსაც ვერ შვები ამას რა, დედა და აი მახსოვს რომ აი ესე ფერი გადაუვიდა. ჩადიო ეხლა, ქვემოთ ჩადიო და კარტოფილი შეგიწვიო და ამბობ. ახლა იქნება იმის გაგრძელება. რო გითხრა. კარტოფილი და ხო მეც ჩავედი რა. მოდ ეს არ მეასი აძრომა, პროსტა დედაჩემი დაეთქვა პირველად და დედა გაუვიდა. დაიმლატავე ესე. გამაძრეს ტყავი. აი ამ სიცილით რომ მეგონა კარტოფილი არა ის. ჯეგერთი ეგეთ დიდრები არ ყოფილა. ანუ აი მარცალ მაგრად გავიდა. ხე იმის მერე მინიმუმ დედაჩემის დასანახად აღარ ამძრავა. და პირსახში შესულიყავი ჯობდო. ხა კითხვა. ზოეთში. ძემი არის დეტალი ისეთი და უშ ალვის ხეკია, კაკლის ხე იყო რომ დღემდე არის აი ალვის ხეები, ბუდაპეშტის 3B, უბანს ქვია გარადოკი, გადადით ორივე გარადოკში არის ალვის ხეები. იმის შემდეგ თუ გამოგიყენებია ეგ ნიჭი რამეში. ხეზე აძრომის. ძალიან ბევრი. სულ სადღაც ეგრევე თამაშობდით ხოლმე, აი ვამპირობანა იყო ჩემი საყვარელი თამაში. ინსპირაცია გასაგებია. და ვამპირობანაში იყო რომ ვინც ბოლოდ არჩებოდა, ის გაიმარჯვებდა თუ რაღაც და აი გარადოქს აქეთ აქ, აი ეს ვაინი გარადოკებია რა და აქეთ ეხლა არ ვიცი რა არის. საბავშვო ბაღი იყო ხოლმე და სულ ნაძვები არის რა. ნაძვებს აქ წვრილი რაღაცნაირი ტოტები, იმ ჯიშის რაღაცა ნაძვებს და მახსოვს რომ აი რო დაითვლიდა ტიპი მე თუ იქ ავძვრებოდ, ვერავინ ვერ ძვრებოდა ჩემს გარდა რა. всё, ანუ მოგებული ვიყავი და აი ჭინჭყლა ბავშვო და რაღაცებს რო გეძახა, ხო და 8 მეტრი და რო უყურებ, თუ მაგარი ხარ ამოდი რა. ანუ აი ვეჩნად, აი ხიდა ხეზე რა სალტოთი. არ არის ნაგო, ჩვენ მიმალებოდი ხო, მე აქ ვარ თუ რაღაცა ამოდით და ვერავინ ვერ ამოდიოდა, იკაწრებოდნენ ასე შემდეგ. ეს ხა იმდენად ბევრი დეტალიანი რომ ჩემი აზრით არის სიმართლე, მაგრამ ზურასთანაც ბევრი დეტალი იყო. რაც ვაბრკოლებს ახლა პირველი რომ ჯდარიყავი, აი რა სიმართლეა. სახელის გატეხვასო, ხო ის თავის გატეხვა ჯობია. და ორჯერ სახელის გატეხვას. აღარ ვიცი რა ჯობია. ბიჭო, მეც ეგეთი ბავშვი ვიყავი და მაგიტომ ჯერა ეგეთი რაღაცეების რა. მოკლედ, ჩემი ლოგიკა ლაშა გილაშვილზე იყო, რომ ლაშა გილაშვილი არ მოგვატყუებდა და ყველა ჯერზე გაამართლა. და შენზე ანუ კაცის სტუმრად მოხვედი და ორჯერ არ მოგვატყუებ. ანუ ეგ ლოგიკა მაქვს, რა ვიცი, მინდა რომ სიმართლე იყოს. ვაფშე არ ჩანს იმ სათვალეში. არა არ ჩანს. ხმას არენდო. სიმართლეა. აი, კაცის სტუმრად მოვიდა, ორჯერ არ მოგვატყუებდაო, ეს ანდაზა ხო იცით? სიმართლე ბატონო. დე ბოდიში კიდევ ერთხელ. ცხვარი ამიფეთქდა. ესე მარტივად და კონკრეტულად. ცხვარი აგიფეთქდა. წამოიწია. აიო. ცხვარი ამიფეთქდა რას ნიშნავს? ირანული ცხვარი იყო. ბოდიში, აფეთქებამდე 3, 2, 1. როგორ აფეთქდა? თქო დეტალები დამაინტერესებს. მოგვეხსენება ცხვრის ცხვარი ფეთქდება. ცხვარი რა თქმა უნდა. მოგვეხსენება, რა თქმა უნდა. ეს არის პირველი არა კლასი. ჩაოლებრივი ფაქტია. ცხვარმა შეიწოვა მატყლი
ცხვარმა შეიწოვა მატყლი. ცხვარმა შეიწოვა საწვავი. მატყნა თოფი. და ასანთის გაკიდები. ეს რა სიტუაციაში ხდებოდა? ანუ ეკლესიის ენოში. იმე ვიშავდის წარმოიდგინე მგელთან რომ მიდის და თავს რო იშევ. ეს არა ძალიან რეალური ისტორიას გავს. ანუ აფეთქებაზე უცებ ვერ იმასვქენი, სხვა სიტუაციას წავედი. ცეცხლის აკიდება ძალიან რეალურია ხა. შეიძლება რაღაცას ცეცხლს ანთებდე, რანაირად გაიჟღინთავოთ ვერ ხვდები, ანუ გადაასხით თუ ესე შვებოდა თუ არა. მე რა მაინტერესებს, ეს სხვა სეცხლსა და უგიდე. კაცია და ბუნება ის საფეტიში გაქვს, ეგ ამბავი. ვიღაცას ეგეთი ფეტიშიც აქვს რა. ეგრეთ წოდებული პიკაპის უკანა საბარგულში იყო ცხვარი, იდო 20 ლიტრით საწვავი. ამ ნახედო, ცხვარს რო ყედულობ. ცხვარ და 20-იანი არასწორად გაგიგიათ ეგ. ცხვარს რო საწვავი არ არის ხო ბედიაში, რანაირ ცხვარს რო მიქსი. ყედულობ იქ აწერია რომ არ დადოთ იმასთან. აწერია კი. ციმში არ არის ცხვარი. მოკვდა ცხვარი. როგორც იდეაში უნდა მომკვდარიყო, აბა ფინალი ეგ იყო. უკურნალეს რამდენიმე და მერე შეჭამეთ. გაუკეთეს და გადაჭა. და მე მაინც რა ქვია, ნიკი ლაუდა. ნიკი აო საშინელი ისტორია დაემართა მაგას. ბიჭო, რანაირი ისტორია, თან ძალიან რეალურია. თან ნიკი ლაუდას გავს. შეცვლილი აქ რაღაცაში მოხდა ეს. ხაშურის წმინდა გიორგის მონასტერში. ეს ბოდი ეს ცეცხლმოყედებული ცხვარი ხო არის როე. შენი თვალით ნახე თუ მოყოლითიც? არა, ჩემი თვალით. შენი თვალით ნახე. მიუხედავად იმისა, რომ ბევრად რეალურია, რაც თქვენ მოყევით, იმასთან კატასთან შედარებით უფრო რეალურია. მაგრამ რატომ გასწავლეთ? რა კატა იყო რატომ ისე რაზე? ანის კატა. ტყუილი მგონია. კი ბატონო. გახსენ. ეხლა რო იყოს ჩემი სიმართლე. სიმართლე. აბა გისმენთ? გარგვიმარტე. ბიჭო, რანაირად მოახერხე. რა, ძალიან ცუდი გზაა. ესე რო ვთქვა და იმ საწვავის რაშიც ესხა მოეხადა თავი, ცხვარმა მთლიანად 20 ლიტრი ბენზინი შეიწოვა. აი პროსტა არ შევჭამდი რა. ანუ გულისხმობ რომ მოვარჩენდი და გაუშვებდი რა. სადღაც 20-21 წლის ვარ, შენ ხარ ჩემი ბატონია. პირველი კურსიდანვე ვიყავი თეატრში რა. და ახალგაზრდა ბიჭი ვარ, რაღაცა შიდა განაწესები თლად ისე კარგად თურმე არ მესმის. მოკლედ, საკუთარ თეატრში რეპერტუარი იცი ზეპირად რა. თამაშობ იმ სპექტაკლში არ თამაშობ, მნიშვნელობა არ აქვს. 500 ჯერო გაქვს რა ნახი, ხო ხდები ამ კულისებიდან, ან რაღაცა დადგმის დროს გაქვს, იცი ყველა ტექსტი, ყველაფერი რა. და იყო ესეთი სპექტაკლი საბავშვო. ჩემამდეც იყო სანამ მივიდოდი ამ თეატრში, მერი პოპინსი რა. სადაც ნუ ჩემი მეგობრები თამაშობენ თავისთავად, ჩემი თეატრი არის და ერთ დღესაც ჟორიკა კარგ ხასიათზე მივიდა თეატრში, რაღაცა საქმე მქონდა. და ესე გავიხედე, იწყება მერი პოპინსი რა. აი უკვე ბოლო ზარი უნდა დაირეკოს მესამე წელს და ბიჭო, მეთქი გენიალური იდეა მაქვს თქო რა. ჩავედი კოსტუმების ოთახში. თქვი რა, რაღაცა კოსტუმი ავარჩიე. შევედი საგრიმიოროში, ჩემში. ავიღე აი ძღნერიანი წკეპლა რომ მოხდეს რა, ეგეთი ულაში გავიკეთე. ჟელეთი გადავიგლისე, მაშინ სავსე იყო თავზე თმა, გადავიგლისე და ჩავიმალე კულისებში რა. ესე სცენის უკან იყო ხოლმე ძველ მუსკომედიის შენობაში. დაიწყო სპექტაკლი. 1-3 წუთია გასული და ესე სცენარი რომ ვის სახშიც არის გადია რა, ეს მერი პოპინსი, ის ბავშვები, გოგო და ბიჭი. მიუზიკლია. აცნობენ მაყურებელს მოსამსახურეებს. აი ახლა გაიცნობთ ჩემ მოსამსახურეებს, ჩემი ვაკაციის ახის და შევიდა ვიღაცა და მეხუთე შევდივარ მე რა. და ბიჭო პაუზა სპექტაკლია რა, ხალხი რაღაც და ჩემი ვაკაცი მიყურებს და მეხუთე რომ დაგვენძრა რა. ანუ რაღაცა უნდა ქნას რომ გავაფუჭე სპექტაკლი და ესო ესე ჩვენი მძღოლია ბიძიას თოუნიო რა. აუ, ბიძიას თოუნიო გამამართლა რა. კარჩე, მთელი სპექტაკლი ხო ვიყავი. ყველა სცენა გავაფუჭე, ანუ აი ვიღაცას მარტო რო ქონდა სცენა შევდიოდი და რაღაცა სისულელეებს ვიძახდი და მაგდებდნენ ვითომ და კარჩე, აი ბოლოსკე ხო სისულელეებს რა. მაგრამ ყველა მიღადავა, ყველა ვერთობით და უკვე ფინალური სცენის დროს აი ესე ვიღაცა ხელს კიდევს და შემათრია კულისებში და ჭოჭმერის მოკითხვა ჩვენი კოსტუმერი ვინცა აი ბაბა აროჩი მაგინებს მაფურთხებს და ხდის ამას წმინდას ხوار გაგიჟდი მეუბნება და დოიმ რო გაიგოს და ხო და დოი ამ დროს არ არის რა ქვეყანაში სადღაც იყო ჰავაიზე თუ სადღაც და
გავიდა, ხო, აბიშვი. გავიდა სადღაც 2 კვირა რა და გვაქვს მეორე სპექტაკლის აღდგენა რა, ვერისუბნის მელოდიების და დოი ჩამოსულია და უკვე აღარც მახსოვს ეს ისტორია ვაფშე რა, ყველა მიცინეთ, ყველა გავერთეთ და მორჩა, გაბრაზდა მარტო ჭოწმერი. თურმე ქალი წინასწარმეტყველი იცის რა მოხდება. Короче, დოი გიბარებსო ოთახშიო რა, ქვემოთ იყო მწვანე ოთახი დოის კაბინეტი და ჩავედა როგორ ტექსტი მაქვს მზად ბოდიში მზად ვარ დავისაჯო, ანუ მთელი თვის ხელფასი მომაჭერით. ორივე ლარი თუ რაღაცა. ორივე არ მაქვს პრობლემა რა და შევედი დაზაგრული დოიზის დაჯექი მე მეუბნება. გარეთ უდი პაუზაა, ხო იცი, ანერვიულებული თვალები აქვს რა. კარგად დაისვერე, მე ვაყედა, იცი, შეყვარ გძმარავს რა. მიაგაკეთე მე მეუბნება. აუ ძალიან პაროდიაა ეს. დოიკო იცი რა მეთქი ძალიან ცუდად მოვიკეთს მე ვთხარი, აი მზად ვარ, აი მთელი თვის ხელფასი, და შენ ეს დრამწრე გონია თუ თეატრი გონია? აუ მეთქი დამენს რა. დოი ბოდიში მე ვთხარი და всё, დავაი აღარ ახარ თეატრში, აბარგდი და გადიაკედანო რა და ვაუ მეთქი ანუ მართლა გამაგდეს ახო ფიქრო თეატრი და მაგის ანუ წავიდე მეთქი, ხო, წადი მე. ბიჭო ავდივარ მთელი ეს გზა კულისებამდე ვიაზრებ რა, ანუ რა კვერცხობა ვქენი კარიერა დავიღუპე რის გამო, რომ ბიძიას თოუნი ვითამაშე. ავედი არტისტებს და ვიწყებ ჩალაგებას. ეს კამანდა მიყურებს რა, რასაკეთებ და ესე ჩემ რაღაცა ტონალურს დებ და თვალის ფანქრს და აბა მშვიდობით რაღაც ეს ისახი. სულ კარგად მეყოლეთ, ცუდად არ გამიხსნ, რა ხდება მომთხარ გამაგდო თეატრიდან და კაიო ლაშა მეუნება რამიშვილი კაიო ბიჭო რა გაგაგდო მოიცაო და კულისების იქნა სცენარის მის შემოეთრიეთ ყველანი დოიყვირის რა და შევედით სიმართლეზე აი ესე დაამწყრივა მთელი არტისტები და კაიო ესო პატარა არისო დებილიაო რა თქვენო ამ ყველა არტისტები რო ხართ სცენაზე არ უნდა გეთქვოთო და კაროჩე ყველას ხო დაასხა და არ დაგინახოთო მეორე ეგეთი რა 15 წუთი გამაგდეს რა ანუ არ დაგინახოთო მეორე თუ ესო შენთვის დაკვეთილი იყოს ის ორივე ლარი ჩემი იყო აი ესე ერთი 15 წუთით გაგდება მქონდა თეატრი მე რევიას არა ჩემს რევიას არა სანიწირი მე არ ესეც რა მოდი რევიას იდეას მივაწვევი და ვიტყვი რომ გიორგი ვარდოსანიძე ისეთი მსახიობია რომ არ გაუშვებდნენ ჯიგარი ანუ ასაც ვერ ვიტყოდი ჯერა მაგის რო გამიშვება რო გითხრა რომ მეორეთაც ვარ გაგდებული კაიხნი და ერთი წლით თეატრიდან ეგეთი მანდრაკი მან ყველა შენ შეხოდი მე მენაღირსი ვიყო დოის ხოდა ხაჭაყის ვერ დაუზარი არაფერი მიდის და ვიტყვი რომ ტყუილია ეს ისტორია გახსენ აბსოლუტური სიმართლე ახლა შეცვალო უცებ ტყუილი მოათრი სიმართლეა ხო სიმართლეა 15 წუთით მართლა გამაგდეს მოლფიქსის რეკლამა ჩემი გახმოვანებულია. მოლფიქსის რეკლამა რას? მოლფიქსის რეკლამა რო იყო. გამახსენ რომელი რეკლამა? დამაძინე მე შენი. ოღონდ მეორე ნაწილი ვარ მე. მეორე ნაწილში რა ხდებოდა? ან თავიდან იწყება. მოლფიქსის აღზევება თუ აი რა არის არა, ნახე სიმღერის რაღაცა მონაკვეთში იწყებს ერთი ადამიანის სიმღერას და მერე ერთვება მეორეც. ანუ გოგო ბიჭი ხო გახსოვს? ხო. ჯერ იწყებს გოგო და მერე აგზელებს ბიჭი. რა, მახსოვს, всё, ბაზარი. ბიჭის პარტია და გოგოს პარტია როცა ერთად არის, ერთ-ერთი ვარ მე. გოგო თუ ბიჭი? რა თქმა უნდა გოგო რა. აი ეს ყოლში არ ჩამითვალო. მოდი შეიძლება რამდენიმე კითხვა დავუსვა სანამ შენ იფიქრე. დავაი. უბანში პამპერსას რატო არ გეძახიან? ეს ერთი ძმა ვახედა. შენ ვითი აგარჩიეს ბევრ პამპერს ხმარობდი, ეს მეორე ძმა. არა, გემდე მაცვია ეგ პამპერსი. კაი, ეხა უკვე რატომ გონია ტყუილი? რამდენი წლის ხარ? მე ვარ 27-ის. ყურე, ეგ რეკლამა არის ჩემი ბავშვობის. ანუ მე შენზე ვარ დაახლოებით 12 წლით დიდი. მე რო აი სადღაც 15-16 წლის ვიყავ, მე მახსოვს მაგის ის რო ქონდა დამაძინე ჯენი დედა, აი მაგას ვღადაობთ ხოლმე უბანში, კვერცხი ღადაობა ქონდა. ანუ შენ მაშინ რამდენი სიყავი? აი ბავშვის წლის ვიყავ. ბავშვის ხმარ. აჯალაშია დამაძინე არა. ბიჭულაზე მაშინაც ესეთი ხო არ მქონდია. ფული გადაგიხადე? ვინც მიმიყვანა.
100 ლარი მომცეს და კიდე ვინც მიმიყვანა იმან ველოსიპედი მიყიდა. იგულავია. კი, მაგრამ პამპერსად? პამპერსი, ჩემი პამპერსის ფულის უმქონდა მე. ისა უბანში პამპერსი არ გამოგლებია? რაც გინდა. აი დღემდე და ვიღა. კი, თვითეღა. მოდი დაგიჯერებ რა. უბრალოდ იმდენად გადაობა იქნება. აუ, გიახვეწები. ეგ ადამიანი ხარ, ვინც მაგ ცნობილ რეკლამაში ყველასთვის ისეთ რეკლამა იყო რა. ძალიან აიკონიკი. ძალიან სვეჩი. ეგ და აი კეტო ნალი და კეტა დაახლოებით. არა, ეგ მე ვარ. აუჯის გადაძიების სერვისი ჩემი მეზობელია. მიზის გადაღებული. ახლა მოკითხეთ, ჩემი მეგობარი, მაგის გადაღებულია რომ მომიყვა ჩავიფსის იცი. თან ამაყათ რომ მითხე, იცი რა რეკლამაა, ჩემი გა რა, მე უთხარი და კეტო ნალი. შენ აცნობიერებ რომ ამ ისტორიის მერე შენი სახელი შეიცვლება. კი რა, ჯერ სახელიც. მე მჯერა შენი. მილე გახსნა. არა, აქ მნიშვნელობა აქვს. სულ არ იყო აი, просто რა გადაობა იქ ვინც ხარ რა, იმ ბიჭის ერთ-ერთ დამაიჭო მაგარ ვასაკ არა, 27 წლისაც არ ვარ მოგატყვე. 12 წლის ვარ ხარ რომ მითხრა. ორი გამოვიცანი, ორი ვერ გამოვიცანი, ხო? კი. ეგრე იყო, ორი გამოვიცანი. всё, აი, კაი. სიმღერა მქონდა ნასწავლი მეთქი. რომ მითხრას მეთქი ვიღა, სხვადასხვა სამფე. ერთი წამი რა. გიო, მოდი არ დავკარგოთ შენი შრომა და გიხვეწები. არა, კარგად არ მახსოვს. სხვადასხვა იცი რა, აი, სამფე. ჩესტა გეტყვი რა. ფიქრად რომ ამოვიხუტე. რაც მოფიქსი და ვიცი. მართლა აღარ მახსოვს, აი გავიჭედებოდი, აი მანდ რომ ისულიყარი გავიჭედებოდი. ალბათ ყველას გაქვს ნანახი ვიდეო. ჩემი დავი. ხო გაქვს რა. თავი დავიშტეროთ. არა, როგორ არის? ხო გაქვს რა. კი. ჩემი გადაღებულია. შენ ამბობ მაგას? არა. ჩემი გადაღებულია. მე ვიდო. მე ვარ ყველას. სა, გავიხსენო ეგ ვიდეო ეს ერთი უხობს წამი, ვიღაცა. ვიღაცა ცეცხლ მოკიდებულ ტიპს უღებ. ფრაზა ჩემი ბარსელონაში ახდება ეგ? არა. აბა კოლუმბიაში ხდება კოლუმბია. აი, შენ ხარ ის ტიპი, ვინც ამბობს თუ პროსტა იღებდი და სხვა მე ამბობდა. ვარ ტელეფონში და ჩემი მეგობარი ყვირის. ვინ არის თუ შეგიძლია გეტყვით რა თქმა უნდა, კაცო. სერიალი ხო ნახეთ პროველები. მე-6 სერიაში მამაურო ვარ. ხო. აი ეგ არის ბადრი ბეგალიშვილი. ხო. ალეკო ბეგალიშვილის გასაგებია. ძმა. ასული ვარ კოლუმბიაში, ბოგოტაში, ეს იყო შოკი. მაშინ 10 დღით. რამდენი ხნის წინანდელია? 2010 წელი 15-16 წელი. მაგდენი ხელი გავიდა, კაცო. კი, კაცო. Nokia-თია თუ რაღაც გადაღებდა. 62 ფონი რა იყო უკან თუ გახსოვს? ეს არის ბოლივარის მოედანი ქვია. სადაც არის ეს ცენტრალური რაღაცა პუნქტი რა, ბევრი მტრედები და მაშინ თან არ შეიძლებოდა ბევრ ქუჩაზე გადასვლა. პოლიცია გვაფრთხილებდა რა, რომ იმის იქით კრიმინალი იყო დაგბრიდავენ. 4 ქუჩა იყო, სადაც შეგვიძლია სიარული. და აი ბოლივარის მოედანზე ვარ ჩასული და 1000 რაღაცა ხდება იქ რა, ვიღაცა სალტოს აკეთებს, ვიღაცა აჯიმანიას, ვიღაცა არწევს იქით, აი ყველაფერი ხდება და ვიღაცა ფაკირი დგას, გარშემო ხალხია და რაღაცებს პირში იდებს რა. ნუ აი მე ეს 4 წუთს რო იდოს ხალხი და რო იზოგავ რა. ბევრსაც ვერ ატევში დაახლოებით ეგეთი პონტი არის და აი პატარ-პატარა რაღაცებს ვაგროვებ. მაჩეთ ეს გადაუღე რაღაცას და გადაუღე და მესმით ბადრის ხმა აუწე. უიმე რაშვე, ჩემი ჯეიდები, ჩემი სიმაც. ოიე! ჩავიფსიც ისიც მაგ ვერასოდეს ვერ ვიფიქრებდით რომ წლების მერე ეს ინტერნეტში ან დაიდებოდა ვაფშე. ძალიან დიდი ხნის მერე დაიდო, ხო? რამდენიმე წლის მერე. ინტერნეტი რო დელეგაცია იყო ჩასული თორე როდენიმე კუსელები რო ყოფილიყავი შეგვიძლია მე დასკვნა მაგ და რამოდენიმე მიფიქრები აქვს ბიჭი. ისიც შენი ხო არა, ჩამოვხსენი. მე ეგეთი ვიდეოები ხო არ დახვედი. ალალე უსაყვედურო არა. აი მე ვიტყვი. დავაი. ტყუილი მგონი. მე ანანასი. ვიყავი. სიმართლეა, გასაგებია. დიახ ბატონო. ესეთი პერფორმანსის გამო შენ გადმოგეცემა ბურგერ ბარ ჰილის 200 ლარიანი ვაუჩერი. ზედა ჩემს. მიხვალ, შეჭამ. რა განაყრდები? კალორას ვითვლი, მაგრამ ჯანდაბას. ერთ cheat days მოვაწყობ და გესტუმრებით ბურგერს გადავიგრისო. მადლობა, გასწო რა მართლა, გადავაფორმატია ძალიან წარმატებები. მადლობა. ყოველთვის რთულია თავიდან დაწყება რაღაცეების, მაგრამ ასწორებს.
თელეგური წარმატებები და რა ჩაგეკეცოთ ბათანები ვერცხლი ოქრო ასე შემდეგ და მე ისტორიები რომ დამიგროვდება კიდე ერთი წლების მერე უკვე თქვენი ქებები დიდი იუთუბერები სიამოვნებით გესტუმრებით გამოიწერეთ დაუფასეთ ხალხს შრომა მაგრამ შრომობენ ანუ აი აკრო ეხლა თქვენი იყო ვიდეოები რაოდენ ენთუზიაზმია ყველაფერში და რა ხელა გულით აკეთებენ ამ ყველაფერს დამიჯერეთ მინიმუმ აი ამაზე უნდა ვქოთ ეს ხალხი იმსახურებს გამოწერას ლაიქს კომენტარს ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე რა გაკოცეთ ყველას ისერში